თავი 22. მოეხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და დაარიგა. ნუ მოიყვან ცოლს ქანაანელთაგან. ადექი და წადი ფადან არამში. დედაშენის მამის ბეთუელის სახლში და მოიყვან იქიდან ცოლად დედაშენისმის ლაბანის ასული. ყოვლადლიერი ღმერთი გაკურთხებს, ნაყოფიერს გაგხდის, გაგამრავლებს და ხალხთა კრებულის მამამთავარი შეიქნები. მოგცემს აბრაამის კურთხევა შენ და შენ შთამომავლობა შენთან ერთად. რათა დაიმკვიდრო შენი მდგმურობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს. გაუშვა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ფადან არამში, ლაბანთან, არამეელი ბეთუელის ძესთან, რომელიც იყო ძმა რებეკასი, იაკობისა და ესავის დედისა. დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და გაუშვა იგი ფადან არამში ცოლის მოსაყვანად და რომ კურთხევისას უბრძანა, არ მოეყვანა ცოლი ქანაანელთაგან და რომ დაუჯერა იაკობმა დედმამას და წავიდა ფადან არამში. დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამის ისაკს ქანაანელი ქალები. წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაამის ძის ისმაელის ასული, ნებაიოთის დაი, სხვა ცოლების გვერდით. გავიდა იაკობი ბერშებიდან და გაემართა ხარანს. მიადგა ერთ ადგილს და იქ დაიღამა, რადგან ზე ჩასული იყო. აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან, დაიდო სასტუმლად და დაწვა იმ ადგილას. ეს იზმრა, მიწაზე კიბე დგას და თავით წასწუდება. უფლის ანგელოზები ადი ჩამოდიან კიბეზე. აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება. მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამა შენისა და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია. შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივრცობი დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ. შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა. აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ. კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერთ, რაც გითხარი. გამოიფხიზლა იაკობმა ძილისაგან და თქვა, ნამდვილად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი. შეშინდა და თქვა, რა საშიში ყოფილა ეს ადგილი. სხვა რა უნდა იყოს, თუ არა უფლის სახლი. ეს ცათა კარიბჭეა. ადგა დილადრიანად იაკობი. აიღო ლოდი სასტუმლად რომედო, აღმართა სვეტად და ზეთი დაღვარა. უწოდა სახელად იმ ადგილს ბეთელი, სახლი ღვთისა, წინად ლუზი ერქვა ამ ქალაქს. აღთქმა დადო იაკობმა და თქვა, უკეთო ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ. მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს შესამოსად. მშვიდობით დაბრუნდები მამისეულ სახლში და უფალი იქნება ჩემი ღმერთი. მაშინ ეს ლოდი სვეტად რომ დავდგი, ღვთის სახლი იყოს და ყველაფრისგან რასაც მომცემ, მიათეც შენ მოგიძღვნი.